სეზონის სპონსორია სამშენებლო კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო კომპანია კასპერსკი წარმოგიდგენთ ბიზნეს გადაცემა მომავალი თაობის ბიზნესი ორშაბათს და ხუთშაბათს 15 საათზე რა გამოწვევების წინაშეა ბიზნესი საქართველოში კრიზისიდან გამოსვლის გზები ახალი რეალობის პირობებში ბიზნეს სექტორის წარმომადგენლების კომპეტენტური აზრი და გადაწყვეტილებები პირდაპირ ეთერში ორშაბათს და ხუთშაბათს 15 საათზე მომავალი თაობის ბიზნესი ჩვენ ებურზე კასპერსკი გააქტიურე მომავალი მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელები უსმენთ ჩვენ ებურს და ტრადიციისამებრ სწორედ დღეს ვიწყებთ გადაცემას მომავალი თაობის ბიზნესი ხუთშაბათია 15 საათის შესრულდა კიდევ ერთი საინტერესო სფერო კიდევ ერთი საინტერესო სტუმარი და კომპანია დღეს გვესტუმრა კომპანია სერვის გრუპის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ბატონი კოკა პატარქალაშვილი მივესალმები მას მოგესალმებით ბატონო კოკა მადლობა მოგზანებისთვის გამარჯობა ბეგი დიდი მადლობა მოწვევისთვის და წარმატებას ვუსურვებ თქვენ რადიოს. მე წარმატებას გისურვებ თქვენ და გულშემატკივრობ თქვენს კომპანიას. საკმაოდ საინტერესო შინაარსი აქვს და საჭირო მე ვიტყოდი, იმიტომ რომ ამ ბოლო დროს არის ტენდენცია, რომ სულ მეტი და მეტი ადამიანი ილტვის კერძო სახლის ან ბიზნესის აშენებისკენ. აშენებას ვამბობ პირდაპირ გაგებით და სწორედ ამით არის დაკავებული კომპანია სერვის გრუპი ის აშენებს როგორც კომერციულ ესე ვთქვათ ობიექტებს ასევე კერძო სახლებს ნებისმიერი მასშტაბით ხაზს გაუსვამ აქვე. ნუ რა თქმა უნდა რეკლამაში რომ არ ჩამოთვალოს ბევრს ვერ ვაქებ ამ კომპანიას გადაცემის ფარგლებში ამაზე რეკლამა ისაუბრებს რომელიც გავა და გადის ჩვენს ეთერში ჩვენ კი ვისაუბროთ თავად ბიზნესზე მის შინაარსზე როდიდან არის ის ბაზარზე წარმოდგენილი და როგორ აღმოჩნდით პირადად თქვენ ამ ბიზნესში ზოგადად. მე ბატონო. კიდევ ერთხელ მივესალმებით თქვენს მაყურებლებს. ჩვენი კომპანია სერვის გრუპი დაარსდა 2016 წელს. მას შემდეგ დღემდე ვეწევით შესაბამის სამუშაოებს, რასაც ქვია საპროექტო, სარემონტო და სამშენებლო სამუშაოებს. დიახ. ჩვენს კომპანიაში არიან პროფესიონალებით დაკომპლექტებული კადრები, როგორც არქიტექტორები, ასევე მშენებლები. დიახ. ფაქტიურად ჩვენი მისწრაფება არის და მიზანი რომ დამკვეთის ინტერესები იყოს პირველ რიგში დაცული და გაუწიოთ მას შესაბამისი დახმარება. თქვენ თავად როგორ მოხვდით ამ სფეროში და რატომ სამშენებლოში მაინც ამის პროფესიით შენებელი თუ ბრძანდები? არა, პროფესიით შენებელი არა ვარ, პროფესიით იურისტი ვარ და უბრალოდ გადავწყვეტე რომ ამ სფეროში მიმეღო მონაწილეობა. რომ ეს სფერო იყო მომგებიანი ბიზნესისთვის. გაამართლა ამ გათვლა, როგორ ფიქრობთ, დღევანდელი გადმოსახედიდან? დღევანდელი გადმოსახედიდან გაამართლა ნამდვილად. 2016 წელს რატომ უფრო ადრე არა ან შემდეგ ან რა იყოს ის მიზეზი კონკრეტულად ბაზარზე შემოსვლა? მოგახსენებთ, უბრალოდ ჩვენც ვაკვირდებოდით ამ პერიოდში ამ სფეროს და ბოლოს მივიღეთ გადაწყვეტილება რომ შევსულიყავით ჩვენს ბაზარზე ამ სფეროთი და ამ დაინტერესებით. და აიღეთ კონკრეტული მიმართულება ეს არის კერძო და კომერციული მშენებლობა. მშენებლობა, დიახ. კი ბატონო. საუბარი არის ძირითადში არმატურით ესე ვთქვათ და ბეტონით შენებაზე, თანამედროვე შენების ტექნიკით, თუმცა არ გამოვრიცხავთ სხვადასხვა დაუშვათ მასალითაც, იგივე რკინით და ასე შემდეგ კონსტრუქციებს. თავისთავად, დიახ, დღესდღეობით ახლა მშენებლობაში ცოტა სხვადასხვა სფეროები არსებობს, ნადო კინაბეტონის კონსტრუქციაც არის, რკინის სამუშაოებიც არის რკინით და ნებისმიერი გააჩნია რა დამკვეთა იქნება, დამკვეთის მხრიდან და როგორ ხდება მისი მოთხოვნები, ამის ირგვლივ ჩვენ ყველაფერს იმოშვებით, ვასრულებთ ამას. სპენელს და მაყურებელს მეტი ინფორმაცია რომ მივაწოდო, მინდა რამდენიმე კითხვა დავსვა თავად კომპანიის შესახებ. პირველი ეს არის არეალი სამუშაო, ეს არის თბილისი, მისი შემოგარენი თუ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიც? ნამდვილად ახლა დღესდღეობით უფრო ძირითადად თბილისიდან მის შემოგარენი, იმიტომ რომ ცენტრი იმ თვალსაზრისით, რომ დღესდღეობით ახლა თვითონ ტრანსპორტირებას და ისიც გაძვირებულია და აქედან გამომდინარე ჩვენთან ძალიან ბევრი მოთხოვნა არის, რომ აი სიტყვაზე რეგიონებშიც რომ მოახდინოთ მშენებლობა, მაგრამ ეს გარკვეულწილად უკვე მაღალ ბიუჯეტი ხდება, ძვირდება ეს ტრანსპორტირება. თუმცა შეუძლებელი არა. შეუძლებელი არა, დიახ. კი ბატონო. და მეორე კითხვა ეს არის, რამდენი ადამიანი არის დღეს დასაქმებული კომპანიაში დაახლოებით მაინც?
ჩვენთან დასაქმებული არიან, ხეხრავე გეტყვით, არის არქიტექტორების ჯგუფი, კონსტრუქტორების, ტოპოგრაფების, დიზაინერების ჯგუფი, მშენებლები გვყავს დაახლოებით 4 მშენებელი ინჟინერი, რომელიც ყველა შესრულებულ სამუშაოებს ასრულებს და არის მუშა პერსონალი, რასაც ქვია ხელოსნები, რომლებიც ძირითადად მაგენი არიან, მთელი ბირთვი სამშენებლო კომპანიის. საკმაოდ ბევრი ადამიანი არის დასაქმებული ერთ კომპანიაში, სერვის გრუპში, რომელიც მშენებლობით არის დაკავებული. რამდენი, თქვენ ახლა ჩამოთვალეთ ძალიან საინტერესო, ასე ვთქვათ, მიმართულებები, ეს არის არქიტექტურა, დიზაინი, მიწის სამუშაოები, მშენებლების ჩვენ სენაზე პრარაბებს ვეძახით უბრალოდ მოკვდავები, მაგრამ თქვენ შემთხვევაში ინჟინრები, სულ რამდენი რგოლი არის დღეს, აი რაც ჩამოთვალეთ ეს და კიდევ თუ არის რაიმე დამატებითი დაუშვათ სერვისები, რომელსაც თქვენ თავაზობთ. პირველ რიგში არის ადმინისტრაციული გუნდი, რომელიც ამ ყველაფერს აკონტროლებს. მეორე რიგში არიან, მოდი ესე ვთქვათ, თვითონ ფუნდამენტის ჩამყრელები, რასაც არქიტექტორებს ვეძახით. პროექტის კი ამ პროექტთან ერთად მუშაობენ ტოპოგრაფები, გეოლოგები, კონსტრუქტორები. მოდი დავიწყოთ თანმიმდევრობით მაშინ. მოვედი როგორც დავუშვათ ამკვეთი, მინდა კერძო სახლის აშენება. რა ეტაპებს გავდივართ მე და თქვენ? პირველ რიგში, როდესაც დამკვეთებოდი ჩვენთან უკვე ჩამოყალიბებულია ნაწილობრივ მაინც იმაში თუ რისი მიზნის მიღწევა უნდა, რა პროექტის შესრულება უნდა. ამ შემთხვევაში ერთვებიან უკვე არქიტექტორების გუნდი ტოპოგრაფებთან, გეოლოგებთან, კონსტრუქტორებთან ერთად თითოეულ დეტალს გავდივართ დამკვეთთან და პარალელურ რეჟიმშიც ერთვება მშენებლები, ინჟინრები, რომლებიც გარკვეულ ასე რომ ვთქვათ კონსულტაციას აძლევენ ამა თუ იმ შესასრულებელი სამუშაოებზე და თვითონ მოსაპირკეთებელ მასალებზე. ესე რომ ვთქვათ. შემდგომ უკვე როდესაც დამტკიცდება ეს პროექტი, თბილისში იქნება თუ მიშებულ გარენში, რეგიონებში, უკვე ერთვება ამაში სპეციალური ჯგუფი, რასაც მშენებლთა ჯგუფი ქვია. როცა უკვე დამტკიცებულია როდესაც დამტკიცებულია და საუბარი არის ნებართვა რომ არის აღებული და უკვე ხდება შემდგომ უკვე თვითონ პროექტის მიხედვით ამ შენობა-ნაგებობის აშენება. რახან აშენების ეტაპებიც ალბათ ცალ-ცალკეა დაყოფილი, ხო? საზირკველი პირველ ეტაპზე მიწის სამუშაოები, შემდეგ მოდის საზირკველი. მიწის სამუშაოები, კინებეტონის კონსტრუქცია, მერე შემდგომ უკვე ფასადის მოპირკეთება. აი, რა ეტაპამდე მიყვება თქვენი კომპანია კლიენტს? ჩვენი კომპანია თუ არის კლიენტის, ანუ მომხმარებლის სურვილი, მიყვება რემონტის დასრულებით. გვაქვს მაქსერვისიც გვაქვს. კი ბატონო. ვადები ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, რომელიც და ბევრს აწუხებს, ბევრი უფრთხის შეიძლება უნდოდეს სურვილი კონდეს კერძო სახლის აშენების, მაგრამ ახლა მე ეს წლები გამეწელება, მე ამას როდის მორჩები, ამისთვის არ მცალია და ასე შემდეგ უტრიალებს თავში ეს ფრაზები. თქვენ ახლა ეტაპები ჩამოთვალეთ, მაგრამ მაგალითად მოდით ავიღოთ სულ თავიდან. არქიტექტურული პროექტის შედგენა და სამშენებლო ნებართვის აღება. აი რა ვადებში შეიძლება ეს ეტაპი მოგვარებული იყოს? ნუ რა თქმა უნდა მეტნაკლებად მაგასაც ესე იგი ჩვენთან როდესაც მოდის დამკვეთი და იდება ჩვენთან ხელშეკრულება, სადაც გაწერილი არის როგორც არქიტექტურულ ნაწილში, ასევე მშენებლობის ნაწილში ის ეტაპები, რაც უნდა გაიაროს კომპანიამ წინასწარ თავისთავად. ბუნებრივად აისვევა კითხვაც ანაზღაურება როგორ ხდება. მოდი ბარღამ აქ ვიტყვი მაგას, რომ ანაზღაურება ხდება ჩვენთან ეტაპობრივად. თითოეული სამუშაოების შესრულების შემდგომ არქიტექტურაშიც და თვითონ მშენებლობაშიც. როდესაც არის დამკვეთის მხრიდან მოთხოვნა და უკვე ჩამოყალიბებული არის დამკვეთი კონკრეტულ პროექტზე და არქიტექტორების ჯგუფი კონსტრუქტორებთან ერთად მუშაობენ უკვე პროექტზე, ეს кейსი როდესაც დაიხურება ჩვენ უკვე გადავცემთ ხოლმე შესაბამის ორგანოებს, რომ მოხდეს მაგისი განხილვა, რამდენად რეალური არის ამ პროექტის დამტკიცება და გადაიცემა ხოლმე შესაბამის სამსახურებს. ნუ ეს ამ შემთხვევაში მერის არქიტექტურის სამსახურია თბილისში. არა მარტო რეგიონებში არის კიდევ სხვა სამსახურები არის მაგისი. და შემდგომ როდესაც უკვე იქნება მაგის თანხმობა, როდის იქნება? ჩვენი გუნდი მაქსიმალურად ცდილობს, რომ მოკლე ვადებში მოვიპოვოთ ჩვენი მშენებლობის ნებართვა. არის რაიმე რეგულაციები, რომელიც რეგულაციები, რაც შეეხება უკვე დამოკიდებულები ვართ ჩვენ მარეგულირებელ ორგანოზე.
იქიდან რასახის შენიშვნები მოვა, რომელიც ასაკვირველია ყოველთვის ხდება ხოლმე, მაგრამ აღმოიფრება მუშა პროცესში და ჩვეულებრივად არ ედგინება უკვე აღმოფრული ესე რომ ვთქვათ შენიშვნები იგივე ორგანოს. შესაძლებელია მაგალითად არ დამტკიცდეს საერთოდ პროექტი. თავიდან მეტყობა პროექტს. და არ შეგაქვთ ასეთი პროექტი. დასაგებია. და ვადები ბოდიშვიხთი აი მინიმალური ყველაზე სწრაფად რა ვადაში დაგვიმტკიცებია და რა ყველაზე ხანგრძლივი პროცესი რომელიც გაიწელა მაგალითად იმისთვის რომ წარმოდგენა ქონდეს. მინიმალური არის დღესდღეობით კანონმდებლობა გვაძლევს იმის საშუალებას რომ თუ სიტყვაზე პროექტირება უკვე დასრულებული არის და შეეკრული არის ეს პროექტი არის თვითონ მაგაზეც გარკვეული ანაზღაურების სახით იხდება დაჩქარებული წესით ქვია მაგას როგორც რეესში არის როგორც რეესში არის და არის მაგის პრობლემაც არ წარმოადგენს ჩვენთვის რა მაგის გაკეთებაც გასაგებია რაც შეეხება აი ამ ეტაპის გადალახვას თქვათ 4 თვე ალბათ საკმარისი იქნება იმისთვის რომ არქიტექტურული პროექტი დამზადდეს და შევიდეს მერიაში. არა, დამზადებას 4 თვე ნამდვილად არ ჭირდება, მაქსიმუმ თვე-ნახევარი 2 თვე რომ ყველაფერი აი თლიანი პროექტი შეიფუთოს ჩვენი. უშუალოდ თქვენს არქიტექტორებზე რაც არის დამოკიდებული. იქ კონსტრუქტორის მუშაობა იქნება, იქ არქიტექტორის მუშაობა იქნება, იქ დიზაინერის მუშაობა იქნება და მე შემდგომ უკვე როდესაც აითვირთება შესაბამის ან გაეგზავნება შესაბამის ორგანოს, ეგ ვადები უკვე მაგაზე არის დამოკიდებული. გასაგებია. შემდეგი ეტაპი. აი თანხმობა ავიღეთ. თქვენ ბრძანეთ რომ კონტრაქტში იწერება კონკრეტულად თანმიმდევრობა და ეტაპებად არის დაყოფილი. როგორც გავიგეთ თქვენი საუბრიდან, გადახდაც ამ ეტაპების შესაბამისად განხორციელდება კლიენტის მხრიდან. დასრულდა თქვათ საძირკვლის მოწყობა მოხდება ამ ეტაპის გადასახადის გადახდა კლიენტის უბრალოდ მომხმარებლის მხრიდან. ჯამური ვადა, აი რახან ვადებზე ვსაუბრობთ, მინდა ეს ამოვწურო ეს თემა. სახლის აშენება, თქვა 2 სართულიანი სტანდარტული სახლი, ახლა რაღაც განსაკუთრებული არ მინდა. აი, რამადაში შეიძლება დამტკიცების შემდეგ, რაც ჩვენ თქვით, რომ 3-4 თვე სჭირდება ამ პროცესს, შემდეგ დასრულდეს ეს სახლი, იგივე თეთრ კარკასამდე მიყვანით მაგალითად. მოგახსენეთ, ჩეუბეგი მაგაზეც ამ დღესდღეობით არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს სახლის მშენებლობა. თუნდაც დღევანდელი პერიოდიდან ესე რომ ვთქვათ გამომდინარე, ახლა არის რაღაც მითები, რომ ზამთარში არ შეიძლება მშენებლობა, ის არ შეიძლება, მაგრამ რა შეიძლება საქმე, ყველა პროექტს აქვს თავისი ინდივიდუალური მიდგომა, დროის თვალსაზრისით. არის სამუშაოებზე არის ყველაფერი დამოკიდებული. ჩვენი კომპანია თავიდანვე დებს ხელშეკრულებას კონკრეტულ დამკვეთთან, სადაც მკაცრად არის ეს ვადები აწერილი. აი მაქსიმუმ თქვენ როგორც ბრძანეთ 2 სართულიანი სახლის აშენებას, მოდით საშუალოდ რომ ვიანგარიშოთ 250 კვადრატი, შეიძლება მაგას დაჭირდეს 2 თვე-ნახევარი კინაბეტონის კონსტრუქციის გაკეთებას. რას ამბობთ, მეტი არა? კლიმატურ პირობებს აქვს მნიშვნელობა. აი ზუსტად ესეც არის გათვალისწინებული მათ კლიმატური პირობებიც. ანუ მაქსიმუმზე ვსაუბრობ. მაქსიმუმზე არის. ანუ შეიძლება უფრო ადრე კი, შეიძლება უფრო ადრე და ეხლა ჩვენი კომპანია, როდესაც ხელშეკრულებას დებს დამკვეთთან, პირდაპირ გეტყვით, რომ ხელშეკრულების ვადას ჩვენ არ ვარღვევთ და ვასწრებთ კიდევაც იმებას. ხელშეკრულება რა ვადაც არის დაწესებული. ხო, იმიტომ რომ არის სტერეოტიპი, რომ ყოველთვის აგვიანებენ მშენებლები, რემონტის ხელოსნები და რაღაც ესეთი უნდობლობა ამ ხრივ საზოგადოებაში სიმართლე გითხრათ, არ იქნება თქვენთვისაც სიახლე. ჩვენთვისაც არა სიახლე ნამდვილად. მაგრამ თქვენ ყოველ შემთხვევაში ახერხებთ იმას, რომ დადებული პირობა შეასრულოთ და ეს ყველაფერი კონტრაქტით არის გარანტირებული. თავისთავად. კი ბატონო, ზამთარი მოდის და თქვენ ახსენეთ, რომ აი ახლა ცოტა რთული პერიოდია, ხალხი რატომღაც უფრთხის მშენებლობას. თქვენ აშენებთ ზამთრის პირობებში და რა არის აქ გასათვალისწინებელი რა მნიშვნელოვანი ფაქტორები? გასათვალისწინებელი უბრალოდ ზამთარი ყველას წარმოდგენილი აქვს, რახან სიცივეა, რაღაც კლიმატი ირევა და ამ შემთხვევაში კომპანია უფრო არის ესე რომ ვთქვათ ისეთ სიტუაციაში, რომ ეხლა ხელოსნები მაინც სიცივეში მუშაობენ და ის, მაგრამ ეხლა თვითონ რაც შეეხება მასალებს და რაც შეეხება რაც ძირითადი არის ბეტონი, ყოველთვის მოდის ხოლმე ზამთრის პერიოდში ყველა მომწოდებელი ქარხნიდან სპეციალური ნარევი ხსნარით, რასაც ანტიფრის ვეძახით, ესე რომ ვთქვათ, რომ არ მოხდეს მაგის გაყინვა და ის თორე დანარჩენი არანაირი და ეს არ მოქმედებს ხარისხზე, არაფერი. იგივე ბეტონია ფაქტობრივად. ჩვეულებრივად დიდი დეველოპერებიც მაგით მუშაობენ, ზამთარზე მუშაობს მაგით.
ჩვეულები. ესე იგი, ჩვენ ფაქტიურად უბრალოდ ტექნოლოგიურმა პროგრესმა უკვე მოგცა იმის საშუალება, რომ ზამთარშიც ვაშენოთ, თუ კი ამის საჭიროება და სურვილი არის. და ის მიდგომა რომ აიცი რა, აი ხა უნდა გავჩერდეთ და ველოდოთ რაღაცას, თუ კი საშუალება გაქვთ მეგობრებო აშენების, არ უნდა ველოდოთ გაზაფხულს და ზაფხულს, შეგვიძლია ზამთარშიც ვაშენოთ ჩვეულებრივ და ეს რა თქმა უნდა ყველაფერი რიგითი მშენებლების ასე ვთქვათ მონდომების ამბავია, რომ ცივ პირობებში, კლიმატურ პირობებში იმუშაონ, მაგრამ რა თქმა უნდა შრომამ შექმნა ადამიანი როგორც სიტყვიან და თუ კი არის შრომე, არაფერიც არ გექნება. ვაგრძელებთ გადაცემას სერვის გრუპის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ბატონი კოკა პატარქალაშვილი არის დღეს ჩემი სტუმარი და ჩვენ ვისაუბრეთ ვადებზე, ვისაუბრეთ დღევანდელ მოცემულობაზე, მაგრამ წარსულში მინდა დავბრუნდეთ ბატონო კოკა და აი პანდემიის გავლენა თქვენს ბიზნესზე, რამდენიმე სიტყვით რომ შევეხოთ ამ საკითხსაც, რამდენად იმოქმედა პანდემიის შეზღუდვებმა, აი ამ დისტანციამ, ყველამ კარგად ვიცით რომ გაძვირდა სამშენებლო მასალები, რამდენად ახდენს ეს ყველაფერი ზეგავლენას თქვენზე და როგორი იყო ზოგადად პანდემიის აქტიური ფაზა თქვენი კომპანიისთვის? კი ბატონო, მოგახსენეთ ვეგი, ეხლა პანდემია ისეთი იყო, რომ ფაქტობრივად ყველა სფერო გაჩერებული იყო ამ სფეროში, მაგრამ ჩვენ ასე თუ ისე მაინც გარკვეულწილად ჩვენი არქიტექტორები და ჩვენი გუნდი მშენებლობაზე ნამდვილად ვერ ვიტყვი მაგას, მაგრამ რაც შეეხება პროექტირებაზე და იმას ონლაინ რეჟიმში ახდენდნენ მუშაობას. ფაქტობრივად დამკვეთმაც გამოიყენა ეს პერიოდი იმისთვის, რომ უკვე როდესაც გაიხსნა ყველაფერი და როდესაც ჩადგა იმ ძველ რიტმში ცხოვრებისეული პირობები და თვითონ ცხოვრებისეული ნიშნები, ამის შემდგომ უკვე ამოვახორციელეთ უკვე მშენებლობები იმ კონკრეტულ პროექტებზე. კი ბატონო, ანუ რეალურად რომ ვთქვათ, რომ რაღაცა ვარდნა იყო განსაკუთრებული. ვარდნა ეხლა უფრო დაკვეთების მხრიდან იყო შემცირებული, თორემ ყველა დაწყებული პროექტი დასრულებული იქნა ჩვენს მიერ. შეფერხება ამ ხრივ არ ყოფილა. მე მახსოვს რომ თავრობაც და ზოგადად მიდგომა სახელმწიფოს იყო ასეთი, რომ მშენებლობა არ უნდა გაჩერებულიყო, რაღაც საშვების პრობლემა არ იყო და შეზღუდვა გადაადგილების სამშენებლო სფეროსთან არ იყო. მოდით ასეთ კითხვასაც დავსვამ, ძირითადი დამკვეთები ვინ არიან დღეის მდგომარეობით თქვენი კომპანიის რა კატეგორიის ადამიანები, ვის უნდა დღეს კერძო სახლი და ამ მიმართულებით ვინ ხარჯავს ფულს? ბატონო, მოგახსენებთ მაგასაც, დღევანდელი დამკვეთები ჩვენი არიან ძირითადად კერძო პირები, რომლებსაც უნდათ ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის, კერძო სახლების და აგარაკების მშენებლობა. ეს არის მამაკაცები, ქალბატონები, ასაკობრივი ზღვარი თუ შეიძლება და საცხოვრებელი ადგილმდებარეობა. ძირითადად ქალბატონები და მამაკაცები აქტიურობენ. ქალბატონები და მამაკაცები, ორივე. ასაკები, ან კონკრეტულად არც ერთი სქესი არ აქტიურობს. ემიგრანტები თუ არიან აქ ჩართულები და ემიგრანტებიც ყავდა ჩვენ, რაღაც გარკვეული კითხვები ჩვენ მივაწოდეთ მაგათ და დასმულ კითხვებზე პასუხები უფრო სწორად რა და ჩვენ კომპანია ჩამოყალიბებდა იმაზე, რომ გარკვეულწილად გვინდა რომ ამ ემიგრანტებს შეუქმნით ის პირობები სიტყვაზე, რომ აი თუნდაც პროექტირებაზე და თუნდაც მშენებლობაზე, რომ აი ონლაინ მოვახდინოთ მაგათი ჩართვა აი პროექტირების მსვლელობის დროს და მშენებლობაზეც გარკვეული შეღავათები გაუწიოთ იმ თვალსაზრისით, რომ დაბრუნდნენ ჩვენ ქვეყანაში და იცხოვრონ თავიანთ ემიგრანტებზე საუბარი. მე როგორც ვიცი, ონლაინ კონსულტაცია ახლაც გაქვთ თქვენ ემიგრანტებისთვის, რომ ესე ვთქვათ, რაღაც მიიღონ ინფორმაცია, რას უნდა შეეჭიდონ და თავარი კიდევ ის არის, რომ აი თქვენ ბრძანეთ ახლა დისტანციურად, დაუშვათ ჩამოუსვლელად თუ შეიძლება ჩვენ ემიგრანტს მოვემსახუროთ მშენებლობის პროცესის დროსაც და როგორ ხერხდება ტექნიკურად ეს? კი, მაგით არის შესაძლებელი ჩვენ კომპანიაში, ანუ ჩვენ კომპანიაში ემიგრანტი იქნება თუ ადგილობრივი მოსახლეობას, აქ მაცხოვრებელი, ესე რომ ვთქვათ, უბრალოდ ჩვენ ყველა აბსოლუტურად ობიექტზე დაყენებული გვაქვს 24 საათიანი ვიდეო მონიტორინგის სერვისი, რომელიც გადაეცემა თვითონ უშუალოდ დამკვეთს და 24 საათის განმავლობაში ხმოვანი და სიტყვაზე ესე რომ ვთქვათ, ვიდეო თვალთვალს ადევნებს მიმდინარე სამუშაოებს ობიექტზე. ამას თქვენი კომპანია აგვარებს, დიახ. არსებობს მათ კამერების რაოდენობა, ზოგ ობიექტზე გააჩნია 2 აყენია, ზოგ 3 აყენია და ეს თვითონ წდომა ამ კამერებზე გადაეცემა თვითონ ნებისმიერ დამკვეთს და შესაბამისად ეხლა ემიგრანტსაც აქვს იმის საშუალება, რომ ადევნოს თვალი
მის მომავალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას. თქვენ თავად დამკვეთის ყოფნა ფიზიკურად ადგილზე გჭირდება თუ არა რომელიმე ეტაპზე კონკრეტულად? ხანდახან არის ხოლმე რომ რაღაც პატარა დეტალები არის ადგილზე გასავლელი და იქ აუცილებლობას წარმოადგენს დამკვეთის ყოფნა. ძირითადად მაგრამ ამის გარეშეც შესაძლებელია. ძალიან კარგი, რეკლამა მოგვიახლოვდა და შევისვენოთ რამდენიმე წუთით რეკლამას მოусვენენ მსვენელები. ჩვენ დაგიბრუნდებით ძალიან მალე. ეს მომავალი თაობის ბიზნესია, კომპანია Service Group-ის ხელმძღვანელი ბატონი კოკა პატარქალაშვილი გვესტუმრა დღეს და გვესაუბრება ბევრისთვის საინტერესო თემაზე, სახლების შენობაზე, ასე რომ გვისმინოთ ყველაფერი საინტერესო ჯერ ისევ წინ არის. რადიო ჩვენებურის პირდაპირ ეთერშია ბიზნეს გადაცემა მომავალი თაობის ბიზნესი. გადაცემის სპონსორია კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო კომპანია კასპერსკი. კასპერსკი. გააქტიურე მომავალი. რეკლამა ჩვენებურზე. მშენებლობით ხარ დაინტერესებული? სამშენებლო კომპანია Service Group-ი გთავაზობთ როგორც ინდივიდუალური და მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების, აგარაკების, ასევე კომერციული ფართებისა და სამრეწველო დანიშნულების ობიექტების პროექტირებასა და მშენებლობას უმაღლესი ხარისხით. გაიარეთ უფასო კონსულტაცია Service Group-ში და მიიღეთ კომპეტენტური პასუხები. დაგვიკავშირდით 577 740041 თბილისი, თერგის ქუჩა 14A. Service Group-ი მიანდე ნებისმიერი სახის მშენებლობა გამოცდილ პროფესიონალებს. კომპანია ჯუბა, თქვენი იმედი 270 მანქანის დაქოქვა გნებავთ ზარი ჯუბაში, საბურავის შეცვლა გნებავთ ზარი ჯუბაში, იქეიფეთ, მოილხინეთ და დარეკეთ ჯუბაში 270 ჯუბა გთავაზობთ ნებისმიერი სპეცტექნიკის გადაზიდვას, ჯუბა გთავაზობთ ევაკუატორით და ავტოამწით მომსახურებას 270 ჯუბაში აქციებია, ყოველი მეხუთე ზარი უფასო მომსახურება, ჯუბა გისურვებთ ბედნიერ მგზავრობას, ჯუბა 24 საათი თქვენ სამსახურში 270 წარმოგიდგენიათ ბინის რემონტით სიამოვნების მიღება? დღეს ეს უკვე შესაძლებელია. Rinox-ი გთავაზობთ სრულ სარემონტო მომსახურებას. თქვენ მხოლოდ მასალები უნდა შეარჩიოთ და ისიამოვნოთ პროცესით. სხვა ყველაფერზე Rinox-ი იზრუნებს. Rinox-ი ნომერ პირველი ოქროს ბრენდი სარემონტო სფეროში. დაგვიკავშირდით და გაიგეთ მეტი ჩვენი მომსახურების შესახებ. 591 800 600. სარემონტო კომპანია Rinox-ი. მოგესალმებით, მე გახლავართ ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე. გახსოვდეთ, თქვენი უფლებები არ არის დაცული. თუ გინდა მოაგვარო შენი პრობლემა, დარეკე 598 54 94 84. ალექსანდრე კობაიძის საადვოკატო ბიურო. თუ გაწუხებთ სქესობრივი დისფუნქცია, თუ განიცდით წარუმატებელ სქესობრივ ურთიერთობას, მაშინ მიიღეთ პოტენციის სასამაღლებელი გამოცდილი პრეპარატი ნავაგრა 100. ჰარმონიული ურთიერთობა ბედნიერების საწინდარია. ნავაგრა 100. მოიკითხეთ აფთიაქებში. დისტრიბუტორი ინტერფარმა. გამოყენებისას გაეცანეთ ინსტრუქციას. გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს. დაისავი ხის მასალა მარტივად, ნებისმიერი რთული პირობებისაგან. ეკოუდი გთავაზობთ ალტაქსის ხის დასამუშავებელ ლაქს, ზეთს და საღებავს, ასევე ხის მასალის დაცვის საშუალებებს, ანტისეპტიკს, ხის ჭიის და ცეცხლსაწინააღმდეგო ხსნარს. გვესტუმრეთ წყალსადენის ქუჩა ნომერ 21-ში. დაგვიკავშირდით 2 47 44 22. ვებგვერდი ecowood.gr. აქცია ოქროს ლომბარდზე ბერმელში გრძელდება. მოდი ბერმელის თბილისის, რუსთავის ან ქუთაისის ფილიალებში და შენი ოქროს უმაღლესი შეფასებით მიიღე თანხა ყველაზე დაბალ 1.3%-ში. წლიური ეფექტურით 16.9%-დან. დეტალებისთვის დაგვირეკე 568 700 300 ან ეწვიეთ bermeli.gr. ბერმელი, შენი საიმედო მეგზური ფინანსებში. ჩვენებურის სარეკლამო სამსახური 579 30 70 70. დღის ეთერის სპონსორია ალექსანდრე კობაიძის საადვოკატო ბიურო 598 54 94 84. რადიო ჩვენებურის პირდაპირ ეთერშია ბიზნეს გადაცემა მომავალი თაობის ბიზნესი. გადაცემის სპონსორია კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო კომპანია კასპერსკი. კასპერსკი. გააქტიურე მომავალი. მეგობრებო, ვაგრძელებთ გადაცემას მომავალი თაობის ბიზნესი. დღეს ჩემი სტუმარი კომპანია Service Group-ის დამფუძნებელი კოკა პატარქალაშვილი გახლავთ. ჩვენ ვსაუბრობთ მშენებლობაზე და ვსაუბრობთ იმაზე თუ რამდენად
ასე ვთქვათ, ტენდენციურია ეს ყველაფერი, რამდენად ბევრია მოთხოვნა ამაზე და როგორც ჩანს, ახლა კომპანია Service Group-ის მიმდინარე პროექტებით თუ მივიძლებთ, საკმაოდ დიდი მოთხოვნა აღნიშნულ სფეროში. თუმცა ყველამ კარგად ვიცით და პატარაა ჩვენი ქვეყანა, პანდემიის შემდეგ გაძვირდა ყველაფერი აბსოლუტურად. ეს არის ხელფასები, ეს არის მასალები. ბატონ გოგა, რამდენად იქონია ამ ხრივ გავლენა, დღეს როგორი ფასებია პროცენტულად რომ შევადაროთ დაუშვათ პანდემიამდელ პერიოდს, იმიტომ რომ თქვენ მოღვაწეობდით 2016 წლიდან ბაზარზე და ინფორმაცია გექნებათ. დიახ, ბეგი, მაგასაც მოგახსენებთ, დღეს ახლა პანდემიის შემდგომ ფაქტიურად ძალიან ამომატებული მასალების ფასი შესაბამისად ხელოსნების ხელფასებიც თავისთავად მომატებული არის. დღეს დღეობით აი თუნდაც ერთი თვის თვენახევრის ორი თვის ინტერვალით რო ვიმსჯელოთ, ყოველდღიურად ცვალებადი არის ამ სფეროში ფასები. მასალებზე არის ფასები. და რაც შეეხება ხელოსნებს, კიდევ დღესდღეობით ხელოსანთა გუნდი ესე რომ ვთქვათ, რომ შევკრათ და ძალიან აჭირს და მაქსიმალურად ჩვენი კომპანია ცდილობს მაგას, რომ ეს პროფესიონალი ხელოსნები შევინარჩუნოთ, რომ არ მოხდეს მაგათი სურვილების ამებს საზღვარგარეთ წასვლა, მუშაობა, რაც ბევრი არის დღესდღეობით ამები. აი შეგვიძლია შედარება გავაკეთოთ ერთი რიგითი ხელოსნის მაგალითზე, ნაუშვათ რა ღირდა მისი მუშაობა 2017-18 წლებში და რა ღირს დღეს, რამდენად არის ჩვენთან ძირითადად არის ბაზარზე ზოგადად, ბაზარზე ახლა ადრე თუ იყო ახლობით 30-40 ლარი კვადრატული მეტრის ბეტონის სამუშაოები, დღეს უკვე დაახლოებით 80-90 ლარზე არის უკვე 100. რას ამბობთ, ანუ ძალიან გაძვირდა ფაქტიურად. თუმცა ამ ფასში პროფესიონალები გყავს. თავისთავად. კი ბატონო. და რაც შეეხება მასალების სიძვირეს, თითქოს აი ეს ლოგისტიკური პრობლემები მოგვარდა, თითქოს იმპორტ-ექსპორტის თემა, რაც თავიდან შეფერხებით იყო და რაღაც პრობლემებს წარმოადგენდა, დაალაგდა. ფასი არ დაიწია, იგივე არმატურაზე და სხვა რამეზე. დღეობით აი რაღაცა ნაწილში ფასებმა დაიწიეს, მაგრამ ყველაზე მძიმე არის მაინც ესე რომ ვთქვათ ტრანსპორტირების ხარჯი. ძიმე რომელიც ახლა ჩვეულებრივად ტრანსპორტირება საწვავზე არის დამოკიდებული. მაგიც აძვირებს საწვავის ფასის და შესაბამისად აძვირებს მომსახურებას. საუბარი არის ბეტონზე. და ახლა როდესაც ბეტონის ქარხნიდან მანქანა მოდის სიტყვაზე და მთელი ამხელა 8 კილომეტრი თუ უნდა გაიაროს მაგალითად 10 კილომეტრი და დგას საცობში, ისულ მუშაობაში არის, ის მრევი არის ყოველთვის მუშაობაში. შესაბამისად გაძვირდება ესეც ტრანსპორტირება ბეტონის. ანუ საწვავის ფასი პირდაპირ გავლენას ახდენს თქვენ სფეროზეც, როგორც ჩანს. კი ბატონო, თქვენ მუშახელი ახსენეთ, რამდენად და ახსენეთ ის, რომ ძალიან უფრთხილდებით და ცდილობთ, რომ კარგი გუნდი შეინარჩუნოთ. რამდენად არიან საქართველოში დარჩენილი ადამიანები, რომლებიც კარგი ხელი აქვთ, ესე ვთქვათ, კარგად მუშაობენ, არიან პროფესიონალები და თუ კი ვერ პოულობთ მათ, გაქვთ თუ არა რაიმე გადამზადების, ესე ვთქვათ, მექანიზმები. მოგახსენებთ მაგასაც, ბეგი, დღესდღეობით საქართველოში ჭირს ეს მუშახელის ჩვეულებრივად შენარჩუნება, ესე რომ ვთქვათ რა. მშენებლობა მარტო ის რატომ თითქოს დაბალი ხელფასები არ აქვს ბატონო გოგა? კი მოგახსენებთ მაგასაც, რომ მარტო მშენებლობა არ არის, აქ არის მთელი ნიუანსები რა და რაც თავარია დღესდღეობით არის უსაფრთხოების ნორმების დაცვა. დიახ. ჩვენთან ინჟინრები ყოველ კვირას ინსტრუქტაჟს უტარებენ ნებისმიერ ხელოსანს ახლა. როდესაც მეორე სართულზე არის ასული ხელოსანი და ის ჩვეულებრივად უნდა იყოს ინფორმირებული მაგაზე, რომ ის ნორმები იქონდეს მაგას დაცული. ასაც ქვია უსაფრთხოების ნორმები. ან შეიძლება დატრენინგები. კი, არა თავისთავად რასაკვირველია, მაგას ჭირდება. და დღესდღეობით აი კიდევ ვიმეორებ, რომ ჩვენი გუნდი და ჩვენი კომპანია მაქსიმალურად ინარჩუნებს ამ კადრს. ჩვენი შენარჩუნებული კადრით კიდევ უკვე დამკვეთი არის კმაყოფილი. აი ძალიან ისეთი საყოველთაო კითხვა უნდა დავსვამ. ბევრი გარბის დღეს ევროპაში, ამერიკაში ვერ გავამტყუნებ ნამდვილად. არ დაგიმალავთ და მეც ბევრჯერ მქონია სურვილი რომ ხომარ ჯობია წახვიდე რაღაც ცოტა ხნით მაინც სული მოითქვა ფინანსურად ადამიანმა და დაუბრუნდე შემდეგ სამშობლოს. შედარება რომ გავაკეთოთ ფინანსური თვალსაზრისით, ახლა თქვენ ყავთ ხელოსნები, რომლებიც თქვენგან ხელფასს იღებენ და ფაქტურად თქვენი ცხოვრობენ, ხო, თქვენი კომპანიით. რამდენი შეიძლება გამოიმუშაოს მშენებელმა ხელოსანმა, ანუ ვინც აშენებს სახლს, თვეში საშუალო ხელფასი?
თუ შეიძლება ესეთი კითხვა არის და ხა თვითონ საშუალო არითმეტიკაზე არის დამოკიდებული რამდენს იმუშავებს რა ნუ საშუალო დაახლოებით 2 მინიმუმ 2500-3000 ლარი უნდა გამოემუშაოს მინიმუმ რას ამბობ საშუალოდ ბოდიში ესე იგი გაქცევას აზრი ეკარგება ამ შემთხვევაში ჯობია კარგად კარგი და თუ არ ვიცით შეიძლება თქვენთან ვერ ვიმუშაოთ ანუ თუ არ ვართ უკვე ჩამოყალიბებული პროფესიონალი ცოტა გაუჭირდებათ გადამზადება არ ხდება ამ ეტაპზე კი ბატონო მე ვიცი რომ ჩვენ ეთერს გარეთ ვისაუბრეთ იგივე სტაჟიორების თემაზე ეს ეხება როგორც მივხვდი დაპროექტების ეტაპზე არქიტექტორებთან მუშაობას აი ამაზეც რომ მოგვიყვეთ როგორ მიმდინარეობს ეს სტაჟირება და რისთვის კი ბატონო დღესდღეობით ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება რომ ახლა დამთავრებულ სტუდენტებს გავუკეთოთ შეღავათი და ჩვენთან გავატაროთ სტაჟირება პროფესიონალ არქიტექტორებთან ერთად, რომლებიც მაგათი ზედამხედველობის ქვეშ ისწავლიან, რაც თავარი არის კანონმდებლობა და აი ამ სფეროს შეისწავლიან თავიდან ბოლომდე. თუ სიტყვაზე ჩვენ მოგვეწონა და ეს გადამზადება ჩაიარა ნორმალურად, თავისთავად ავიყვანთ მაგას მე შემდგომ სამსახურში და მივიცემთ დამოუკიდებელ პატარ-პატარა პროექტებს, ყავს 1-2 ეგრეთ დატოვებული, რომელთაც ახალგაზრდები არიან და ამთავრეს შესაბამისი ინსტიტუტები, სასწავლებლები და ზიან ეხლა და ჩვეულებრივად მუშაობენ ამ თემაზე. თქვენთან? კი, ჩვენთან. ანუ რეალურად არქიტექტორებს თუ აქვს სიტყვაზე ამისი სურვილი სტუდენტებს ნებისმიერ დროს შეგვიძლია დავუკავშირდეთ ჩვენ და ჩვენ მოვახდენთ გარკვეულ გასაუბრებას მათთან და შესაძლებელია მაგათი სტაჟირების გავლა მაგათი. შვენიერი მე დარწმუნებული ვარ ბევრს სიამოვნება ამის მოსმენა და იმედს დავიტოვებ რომ სხვა კომპანიებიც მოგბაძავენ, იმიტომ რომ სტუდენტებს სჭირდებათ წახალისება და თუნდაც იმაში ჩამოყალიბება, რამდენად მისია ეს საქმე, რამდენად შეუძლია მას და აქვს ნიჭი, მიუხედავად იმისა, ისწავლა თუ არა. მე პირადად გახლავართ ეკონომისტი, თუმცა აგერ ჟურნალისტურ საქმიანობას ვეწევი პირდაპირ ეთერში. ბატონ გოგა, ცოტა ხნით დაგასვენებთ გათამაშების ასე ვთქვათ ვიქტორინა მოგვიახლოვდა. სვენელების საყურადღებოდ ვიტყვი ახლა რომ ჩვენ დღესაც ვათამაშებთ პრიზს, ყურადღებით იყავით, ახლა ვიწყებთ და კითხვის დასმის შემდეგ უნდა დაგვირეკოთ ნომერზე 579-30-70-70 დეტალებს მალევე მოგახსენებთ. რადიო ჩვენებურის პირდაპირ ეთერშია ბიზნეს გადაცემა მომავალი თაობის ბიზნესი. გადაცემის სპონსორია კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო კომპანია კასპერსკი. კასპერსკი. გააქტიური მომავალი. შეგახსენებთ ეს მომავალი თაობის ბიზნესია და ალბათ გეცნოთ ფონი, ჩვენი ფონი, რომელზეც ჩვენ რეალურად პრიზებს ვათამაშებთ. მე თავიდანვე გეტყვით, რომ დღესაც ძალიან კარგი პრიზი გათამაშდება ჩვენი სპონსორისგან, კომპანია კასპერსკისგან დაწესებული. აქვე შეგახსენებთ, რომ კომპანია კასპერსკი 97 წლიდან უზრუნველყოფს კიბერსივრცის უსაფრთხოებას. მისი ტექნოლოგიით დაცულია 400 მილიონზე მეტი მომხმარებელი და 270,000 კორპორატიულ კლიენტს ემსახურება მსოფლიოს 30 ქვეყანაში ყავს ლოკალური წარმომადგენელი. დიახ, სწორედ კასპერსკი ახლა გაათამაშებს პრიზს ჩვენებურის პირდაპირ ეთერში და პრიზის გათამაშების აი უკვე რეკავს ტელეფონი, მაგრამ გთხოვთ დაგველოდოთ, იმიტომ რომ კითხვა არ დაგვისვია და წესების თანახმად პირველად უნდა გვირეკავდეთ ამ სეზონზე, ეს პირველი წესი და მეორე კითხვის დასმის შემდეგ უნდა დაგვირეკოთ მეგობრებო. არა, მანამდე სამწუხაროდ ჯერჯერობით ვერ გაგიყვანთ პირდაპირ ეთერში. მაშ ასე, კითხვა და თავარი პრიზი არ გამომრჩეს, რისთვისაც უნდა დაგვიკავშირდეთ. ეს არის არც მეტი არც ნაკლები Sony-ს ყურსასმენი. აი ასე გამოიყურება, გამარჯვებული მიიღებს მას და იმედი მაქვს სიმბოლურად პირველი რასაც მოусმენს არის რადიო ჩვენებურის ონლაინ მაუწყებლობა ჩვენებური ჯის მეშვეობით. თუ კი არასწორად გამცემთ პასუხს, ასევე სანუგეშო პრიზი გვაქვს, ანუ ნებისმიერ შემთხვევაში თქვენი ზარი დაჯილდოებულია. დარწმუნებული ვარ რომ სწორად გამცემთ პასუხს, კითხვა არ არის რთული, მაგრამ არასწორი შემთხვევაში ფლეშბარათი, ეგრეთ წოდებული ფლეშკა თქვენია. ასეც კომპანია კასპერსკიდან. მაშასე რა არის საჭირო რომ მოიგოთ ეს ყურსასმენი? დაახლოებით ისეთივე როგორც მე მაქვს. ოღონდ ეს უფრო კომფორტული იქნება დიდი ალბათობით, უფრო მსუბუქი. ამისთვის უნდა გამცეთ კითხვაზე პასუხი. სამი სავარაუდო პასუხი. რა უნდა გაკეთდეს კასპერსკის ანტივირუსის დაყენების შემდეგ? ძალიან მარტივი კითხვა. ანტივირუსის დაყენების შემდეგ, კასპერსკის ანტივირუსის დაყენების შემდეგ რა უნდა გავაკეთოთ?
ეგრევე. პირველი, არაფერი პროგრამა ავტომატურად დაინსტალირდება. მეორე სავარაუდო პასუხი, უნდა გააქტიურდეს ლიცენზია, განახლდეს მონაცემთა ბაზა და შესრულდეს კომპიუტერის სრული შემოწმება და მესამე, უნდა დაუძახოთ კარის მეზობელს და ერთად დაელოდოთ შემდეგ მოვლენებს და თითო ჭიქა მიირთვათ. რომელია სწორი პასუხი? რა უნდა გაკეთდეს კომპანია კასპერსკის ანტივირუსის დაყენების შემდეგ? არაფერი. პირველი პასუხი არის არაფერი. პროგრამა ავტომატურად დაინსტალირდება, მეორე გააქტიურდეს ლიცენზია, განახლდეს მონაცემთა ბაზა და შემოწმდეს კომპიუტერი და მესამე მეზობელს, კარის მეზობელს დაუძახოთ და შამპანური გავხსნათ. აბა, რა სიტყვით? რომელია სწორი პასუხი? სწორედ ამ წუთიდან გელით მეგობრებო 579-30-70-70-ზე 579-30-70-70-ზე ზარი შემოდის სტუდიაში. გამარჯობა. გესმით ჩემი ხმა? გესმის. ვინ გვირეკავს? ამ წელს პირველად გვირეკავთ მზია. ისე თუ იყავით გამარჯვებული ჩვენი პროექტის. არა და გასულ წელს კი. რა მოიგეთ ჩვენთან თუ საიდუმლო არ არის? გასულ წელს მოვიგე ფლეშკა. ფლეშბარათი, ანუ ვერ მოიგეთ, ხო? არასწორად გამეცით პასუხი. იმედი მაქვს დღეს იყო ჩაღებ და ეს ყურსასმენი თქვენი გახდება ქალბატონ მზია. ფლეშბარათი გინდათ? მაშინ პირდაპირ გადმოგცემთ. კარგი, მაინც ახლა აზარტის გამო მოდით დავსვამ კითხვა, უпроსტად გაგვეცით სწორი პასუხი თუ გაქვთ. რადიო მიმღებს ჩაუწიოთ ქალბატონ მზია? დიახ, ჩაუწევ. აბა გისმენთ, როგორ ფიქრობთ, რომელია სწორი პასუხი? მესამე. კარის მეზობელს უნდა დაუძახოთ? ქალბატონ მზია? ხო ხართ კარგად? კი. აბა გამეცით. ფლეშკა მინდა და კარგად არ ვიქნები? კარგი, კი ბატონო, მაშინ კიდევ ერთხელ კითხავთ საბოლოოდ, იმიტომ რომ დრო ძალიან ცოტა გვაქვს, რომელია სწორი პასუხი? მესამე. დაუძახოთ კარის მეზობელს და ერთად დავლიოთ შამპანური. კი ბატონო, მიღებულია პასუხი, სამწუხაროდ მივხვდით ალბათ რომ თქვენი პასუხი არ არის სწორი და არ სურდა ქალბატონ მზიას ყურსასმენის მოგება, ასეთი შემთხვევა პირველად მაქვს. კარგი, ქალბატონ მზიას გადაეცემა ფლეშბარათი, რომელიც მას ძალიან უნდა და ყურსასმენი რჩება ჩემთან, სათადარიგოდ გამოვიყენებ თუ ეს ამას რამე დაემართა და შემდეგში რა თქმა უნდა ხუმრობთ, მაგრამ ამას გავათამაშებთ აუცილებლად. ქალბატონ მზიას დაუკავშირდება ჩვენი პროდიუსერი და შეატყობინებს სად და როდის მიიღოს კუთვნილი პრიზი. მადლობა იმისთვის რომ გვისვენთ, რეკლამის შემდეგ დაგიბრუნდებით ბატონ კოკასთან ერთად და გავაგრძელებთ საუბარს კომპანია სერვის გრუპზე, რომელიც ძალიან საინტერესო კომპანია გახლავთ ჩემო მეგობრებო. ჩვენ ვაგრძელებთ. რადიო ჩვენებურის პირდაპირ ეთერშია ბიზნეს გადაცემა მომავალი თაობის ბიზნესი. გადაცემის სპონსორია კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო კომპანია კასპერსკი. კასპერსკი. გააქტიურე მომავალი. რეკლამა ჩვენებურზე. რა ჯობია კარგ შაურმას. შეუკვეთე ვოლტით, გლოვოთი და ბოლტით. შაურმაისტერი. ნამდვილი შაურმას რეცეპტი, ნამდვილი შაურმას გემო. შაურმაისტერი. არ სჭირდება ბევრი რეკლამა. უბრალოდ დააგემოვნე. შაურმა შენთვის, ჩემთვის და მეგობრებისთვის. კიდევ ხომ არ გამოვიძახოთ? გვეწვიეთ თამარ მეფის 4-ში. ტუმბო, ლიდერი კომპანია წყლისა და ჰაერის სისტემებში გთავაზობთ. წყლის ტუმბოებისა და ჰაერის სისტემების მრავალფეროვან არჩევანს. ძირითადი მომხმარებლები, ფერმერები და მევენახეები, სარწყავი სისტემებისა და ჭაბურღილის ტუმბოების სამონტაჟო კომპანიები, სამშენებლო კომპანიები და საწარმოები, საავადმყოფოები და სტომატოლოგიური კლინიკები, საავტომობილო სერვისები. დეტალებისთვის დაგვიკავშირდით 2-417-427. მისამართი: აკაკი ბელიაშვილის 23. ასევე ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორია, ბათუმი, გრიბოედოვის 67. ტუმბო, ლიდერი კომპანია წყლისა და ჰაერის სისტემებში. ოტომოტორსი გთავაზობთ Ford Transit-ისა და Mercedes Sprinter-ის ახალი და მეორადი ავტონაწილების ფართო არჩევანს. ხელმისაწვდომი ფასები როგორც პირადი მოხმარების, ასევე კომპანიის ავტოპარკისთვის. მისამართი: შეშერიძის 34, ტელეფონი 577 313 918. კომპანია ჯუბა, თქვენი იმედი 270-0000. მანქანის დაქოქვა გნებავთ ზარი ჯუბაში, საბურავის შეცვლა გნებავთ ზარი ჯუბაში, იქეიფეთ, მოილხინეთ და დარეკეთ ჯუბაში 270-0000. ჯუბა გთავაზობთ ნებისმიერი სპეცტექნიკის გადაზიდვას. ჯუბა გთავაზობთ ევაკუატორით და ავტოამწით მომსახურებას 270-0000. ჯუბაში აქციებია, ყოველი მეხუთე ზარი უფასო მომსახურება. ჯუბა გისურვებთ ბედნიერ მგზავრობას. ჯუბა 24 საათი თქვენ სამსახურში 270-0000.
ოქროს ბრენდის გამარჯვებული ლითონის ნაკეთობების წარმოებაში ნომერ პირველი კომპანია K Group-ი გთავაზობთ. ლითონის ნაკეთობების ფართო არჩევანს, ნებისმიერი სირთულის სამუშაოების შესრულებას და მომსახურების იდეალურ პირობებს. ჭიშკარი, კარი, კიბე, მოაჯირი და ყველა ლითონ ნაკეთობა ერთ სივრცეში. ჩვენთან ასევე ისარგებლებთ განვადებით და მიიღებთ უფასო მონტაჟს და გვიკავშირდით 599 806 807 ან ეწვიეთ ვებგვერდს kgroup.g. კომპანია K Group-ი, ოქროს ბრენდის ფლობელი ლითონის ნაკეთობების წარმოებაში. ჩვენებურის სარეკლამო სამსახური 579 30 70 70. რადიო ჩვენებურის პირდაპირ ეთერშია ბიზნეს გადაცემა მომავალი თაობის ბიზნესი. გადაცემის სპონსორია კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო კომპანია კასპერსკი. კასპერსკი. გააქტიური მომავალი. კომპანია სერვის გრუპი დღეს ჩვენი სტუმარი, მისი ხელმძღვანელი და დამფუძნებელი ბატონი კოკა პატარხალაშვილი. ჩვენ საუბრობთ ამ კომპანიის მოღვაწეობაზე. მე შეგახსენებთ, რომ ეს არის სამშენებლო კომპანია, რომელიც აშენებს კერძო სახლებს, ასევე კომერციულ ფართებს და ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად ხდება, მეგობრებო. რეკლამაში არ ჩამერთვლება, მართლა კონტრაქტით არის გაწერილი ვადები და კომპანია იძლევა გარანტიას ვადებთან დაკავშირებით. რაც შეეხება ფასებს, ბატონ გოგა, არ შემიძლია გვერდი აუარო ამას. ხშირად ისმის კითხვა, აი მეუღლე მყავს მაგალითად არქიტექტორი და როცა მოდიან, გვეუბნებიან, რომ აი კვადრატული რა დამიჯდება ამის აშენება. შესაძლებელია თუ არა ასე გაეცეს პასუხი ამ კითხვას და თუ კი, მაშინ მართლაც რა ჯდება კვადრატული? გასაგებია ბეგი თქვენი კითხვა, რომელიც ჩვენთანაც ძალიან ხშირად სოციალური ქსელის მეშვეობით ისმევა ხოლმე. გადასამრავლებელი კითხვაა რა, 100 კვადრატულია, მაშინ დაждდება ამ. მოდის ხოლმე ესეთი შეკითხვები, რომ კვადრატული რა ჯდება შავი კარგასი, კვადრატული რა ჯდება თეთრი კარგასი, 100 კვადრატი რა დამიჯდება. მე თქვენს რადიოს მენელებს გავცემ ამაზე პასუხს და დიდი მადლობა რომ მომეცა მაგის საშუალებაც. დღევანდელი ფასები ფაქტიურად რეგულირდება პროექტიდან და კონსტრუქციული ნახაზიდან გამომდინარე. ყველა პროექტს და ყველა კონსტრუქციულ ნახაზ ნაწილს ესე რომ ვთქვათ აქვს შესაბამისი სხვადასხვა მიდგომები. ბოდიში ვიხდი 100 კვადრატული და 200 შეიძლება სხვადასხვა ფასი ღირდეს კვადრატული, ხო? თავისთავად. ერთი ფასი ვერ იქნება. ერთი ფასი ვერ იქნება. უფრო შეიძლება იაფიც გამოვიდეს 200 კვადრატიც. კვადრატულის გამომდინარე, ფასიდან გამომდინარე. აქედან გამომდინარე ჩვენს გვიჭირს ხოლმე აი კონკრეტულად გაცემა პასუხის და ყველას ვთხოვთ ხოლმე ჩვენი სოციმედია თხოვს რომ გადმოგზავნონ პროექტები თუ ავახდენთ თუ აქვთ კონსტრუქციულ ნაწილთან ერთად და მოვახდენთ მის განფასებას. იმიტომ ძნელია დღესდღეობით ფასის ესე რომ ვთქვათ თქმა ზეპირად თუ არ ჩაიხედა მშენებელმა თუ არ ჩაიხედა მენეჯერმა გარკვეულ პროექტში და გარკვეულ კონსტრუქციულ ნაწილში. მაგრამ მე როგორც დამკვეთი როგორ მოვიქცე, როცა არ ვიცი რა დაჯდება, გამოსავალი რაშია? აი მაქვს მიწა და ვფიქრობ ჩემთვის აზრი მაქვს რომ დამიჯდება ეს სახლი თქვათ $100,000, თქვათ უხეშად. მაგრამ შეიძლება ეს თანხა ავიდეს 130-ზე, 140-ზე, რაც მე არ მაქვს. აი როგორ შეიძლება რაღაცით მაინც გაიზომოს წინასწარ ზოგადი თანხა ან რაღაც შემოგარენ ჩარჩოები ესე ვთქვათ. აი თქვენს გადაცემის პირველ ნაწილში ზუსტად მაგი აღვნიშნე, რომ ეს ყველაფერი არის დამოკიდებული პროექტირებიდან გამომდინარე. აი ჩვენ და შეუსაბამოთ პროექტი ბიუჯეტს. თავისთავად. იმიტომ რომ შესაძაც მუშაობდება პროექტი, არა ამაში ერთვებიან მშენებლების. გარკვეულ ხარშთაღრიცხვს უკვე თავიდანვე აკეთებენ. რომ ეს კონკრეტულად აი სამუშაო რა დაუჯდება დამკვეთს. აქედან გამომდინარე, ხა ჩვენთან როდესაც კეთდება თავიდან პროექტირება და ერთვება მშენებელთა გუნდი, ის აუმოვლოთ უკვე დამკვეთიც ინფორმირებული არის იმ ნაწილში მიახლოებით რა დაუჯდება დაახლოებით ეს ასე თუ ისე სახლის ღირებული. და თუ არსებობს განსაზღვრული თანხა, ვეცდებით რომ პროექტი შეუსაბამოთ თანხასთან მიმართებაში. კი ბატონო. ძალიან არის ხოლმე რომ ეხა სხვისი გაკეთებული პროექტები აგზავნიან სხვაგან გააკეთებენ პროექტებს, კონსტრუქციას და გთხოვენ დახმარებას რომ იქნება აგუშენოთ, იქნება ჩვენ ნებისმიერთან გვაქვს ნორმალური დამკვეთთან ურთიერთობა და ნებისმიერს გავუწევთ შესაბამის კონსულტაციას. სრულ მომსახურებაზე მინდა აქცენტი გავაკეთო. უწევს თუ არა მომხმარებელს თქვენთან თანამშრომლობის შემთხვევაში
კიდევ დამატებით ორგანოებთან თანამშრომლობა. მე ვიცი რომ მშენებლობის დროს ცოტა არ იყოს ჩავიხედე ამ სფეროში. არის გეოლოგია, არის ტოპოგრაფია, ხო სწორად ვამბობ. არის გაპისაღების ეტაპი, მშენებლობის დამტკიცების აი ამ სამუშაოებს თუ აკეთებთ თქვენი კომპანია, თუ არის თავშოთ თქვენ კონტრაქტორებთან მუშაობს, ან სულაც დამკვეთის პრეროგატივაა. ჩვენთან ეს რაც ჩამოთვალეთ მეგი დაწყებული ტოპოგრაფებიდან დამთავრებული დიზაინერებამდე ყველა თანამშრომელი ყავს ჩვენ და ინტერიერის დიზაინერს დიახ და თავიდანვე ჩვენი კომპანიის მხრიდან გეწდება ამის ესე რომ ვთქვათ პროექტირება რა ტოპოგრაფებიც ერთი ფანჯრის პრინციპით არის ძალიან კარგი ეს ძალიან დიდი პლუსია განსაკუთრებით ემიგრანტები ვახსენეთ ჩვენ და როცა ადამიანი ვერ ჩამოდის და ფიზიკურად არ აქვს საშუალება ირბინოს თუმცა დღეს ისეთი დრო დადგა რომ ყოველას ცოტა გვაქვს დრო ძალიან ცოტა და სულ გადარბენაზე გვიწევს ცხოვრება კიდევ ერთი კითხვა რომელიც მე მაწუხებს და ხშირად მიფიქრია მე პირადად არ დაგიმალავთ კერძო სახლის აშენების სურვილი მქონია მიფიქრია ორ ვარიანტზე ერთი ეს არის თანამშრომლო კომპანიასთან, როგორც თქვენ ბრძანდებით ამ შემთხვევაში სერვის გრუპი. მეორე ეს არის თავად, ცოტა გავიჭირო, ცოტა მეტი დრო დავუთმო ამ ყველაფერს, დავაორგანიზო გუნდი, რომელიც იქნება დაუშვათ იგივე ეგრეთ წოდებული პრარაბით, ხელოსნებით და მათ მე თვითონ გაუწიო მონიტორინგი, ჩემი კამერებით, ესე ვთქვათ, ან თქვენი საქმის ნაწილი მე თვითონ ჩემ თავზე ავიღო და ამით გავაკეთო ეკონომია. აი ამ შემთხვევაში რამდენად დიდია ფინანსური სხვაობა ფასს შორის და თუ კი არის ეს სხვაობა საერთოდ. ებათო მოგახსენებთ მაგასაც ნამდვილად დღეს ყველა ცდილობს რომ მაქსიმალურად შეღავათიანად და თუ და ეკონომიურად შეასრულოს ეს სამუშაოები, რასაც სამშენებლო ბაზარი ქვია. დღესდღეობით ახლა ჩვენი კომპანია ხელშეკრულებებით მუშაობს, ვდებთ დამკვეთთან ხელშეკრულებას, გარანტიებით, სადაც იმ ხელშეკრულებაში კაცრად არის დაცული ამ დამკვეთის მხარე. მთელი უპირატესობები არის დამკვეთის მხარეს. მე სხვა შორის ნახე თქვენი კონტრაქტი და მე მგონი დამკვეთის მხარე უფრო არის დაცული ვიდრე ჩვენ. აქედან გამომდინარე, ჩვენთან ვინც მოდის უკვე მშენებლობას, რომ უჩვენიათ რომ დადონ ხელშეკრულება, სადაც გაწერილი არის ვადები და აი ვადის ფარგლებში ჩვენ ვეცდებით რომ აუშენოთ სახლი. ანუ ვადების გარანტია ერთი პლუსია ძალიან დიდი. კი, თავისთავად. ღირს ეს იმ სხვაობად რაც ფინანსური დაუშვათ შედარება რომ გავაკეთოთ. გარდა ამისა მე ვთვლი რომ ეს არის ხარისხი. იმიტომ რომ ხო, როცა ხელშეკრულებაში ყველაფერი არის გაწერილი, ხარისხიც არის გაწერილი. ანუ აქ არ მოხდება შეცდომა რომ დაუშვათ ბეტონი არასწორად არის დასხმული, დასანგრევი. სასწვალებადობაც არის გაწერილი. რომ დაიდება ხელშეკრულება, შეიძლება ხვალზე გაძვირდეს რაღაცა კონკრეტული მასალა იქნება თუ რაღაც სამუშაოები, მაგრამ ხელშეკრულებაში იქნება ჩადებული თავიდან, ის ბოლომდე იქნება დაცული. ან კერძო მშენებელმა შეიძლება გადაწყვიტოს რომ იცი რა მე არ მიღებს ამ თანხად მუშაობა, გაძვირდა ყველაფერი და ჩემი ხელფასი უნდა გაიზარდოს. თქვენ შემთხვევაში ეს გარანტირებულია. კი, ჩვენ შემთხვევაში გარანტირებული. კი ბატონო, ძალიან კარგი და ჩვენი საუბრის ბოლოს ბატონ გოგა კიდევ ასეთი კითხვა მინდა დავსვა. ჩვენ ვისაუბრეთ ეთერს გარეთ ამაზე, მაგრამ მაინც ეთერშიც კითხავთ. ძირითადი გამოწვევა აი დღეს თქვენ სფეროში რა არის თუ არის რამე ისეთი გამოწვევა რომელიც აფერხებს დაუშვათ და ხელს უშლის კომპანიას და ზოგადად ამ სფეროს განვითარებაში ადრე იყო პანდემია მაგალითად რომელიც ხელს გვიშლიდა არის ახლა გლობალური მოვლენები რომელიც გავლენას ასე თუ ისე ახდენს ჩვენზეც იმიტომ რომ სამეზობლოში ხდება ეს ყველაფერი კიდევ თუ არის რაიმე ფაქტორები რომელიც შეგვიძლია არანაირი გარდა გლობალური ფაქტორების კი ბატონო და ბაზრის ცვალებადობიდან გამომდინარე და შესაბამისად ეს ფასებზე მოქმედებს საწვავზე და ასე შემდეგ ძალიან კარგი და ბოლოს როგორც დამფუძნებელს და სულის ჩამდგმელს ამ კომპანიის უნდა გკითხოთ როგორ გესახებათ მისი მომავალი რა არის თქვენი მიზანი და სურვილი უახლოეს წლების განმავლობაში ჩვენი მიზანი არის რომ ყველა მომხმარებელი იყოს ჩვენი კმაყოფილი ჩვენი კომპანიის კმაყოფილი რომ კიდევ მომხმარებლები მოვიდნენ. კი ბატონო. მათი ესე ვთქვათ რეკომენდაციით. ძალიან კარგი. მე ვიცი რომ თქვენს კომპანიას ძალიან კარგი რეპუტაცია აქვს, ამიტომ მინდა მომავალში წარმატებები გისურვოთ თქვენ პირადად, თქვენს გუნდს. ღმერთმა ხელი მოგიმართოთ, რაც აუცილებლად გჭირდებათ და რა თქმა უნდა გისურვებთ უამრავ აშენებულ, დამშვენებულ სახლებს და არამხოლოდ სახლებს, კომერციულ ფართებსაც, იმიტომ რომ საქართველოს აღშენებლობა აუცილებლად გჭირდება და თქვენ ერთ-ერთი რგოლი ხართ, რომელიც ამ ყველაფერში თითო აგურს მაინც დევს. წარმატებები თქვენ და მადლობა მობრძანებისთვის. პირიქით დიდი მადლობა მოწვევისთვის.
კარგად. ბატონი კორნელი კოკა პატარქალაშვილი იყო დღეს ჩემი სტუმარი, ეს არის გადაცემა მომავალი თაობის ბიზნესი. ჩვენ ორშაბათ შევხვდებით ერთმანეთს. კომპანია Service Group-ი დღეს გახდათ ჩვენს ეთერში, მეგობრებო. გემშვიდობით მომავალ შეხვედრამდე მადლობა ყურადღებისთვის, წარმატებები. კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო კომპანია Kaspersky წარმოგიდგენთ. ბიზნეს გადაცემა მომავალი თაობის ბიზნესი. ორშაბათს და ხუთშაბათს 15 საათზე. რა გამოწვევების წინაშეა ბიზნესი საქართველოში? კრიზისიდან გამოსვლის გზები ახალი რეალობის პირობებში. ბიზნეს სექტორის წარმომადგენლების კომპეტენტური აზრი და გადაწყვეტილებები პირდაპირ ეთერში. ორშაბათს და ხუთშაბათს 15 საათზე. მომავალი თაობის ბიზნესი. ჩვენ ებურზე. Kaspersky. გააქტიურე მომავალი.